მოგესალმებით, დიდი სიყვარულით, როგორ ხართ? გამარჯვება მოდის თქვენკენ. მოდი ნახოთ ესეთი საჯარო გაშლა. რა სიახლეებით გელოდებათ მარტის თვეში? მოდი ჯერ ვნახოთ ახლა რა ენერგიებში ხართ თქვენ. რომ უფრო მიხვდეთ თქვენზე არის სწორი ეს გაშლა. რა ენერგიებში ხართ ახლა თქვენ? და რა ენერგიებში იქნებით მარტის თვეში? როგორ ენერგიებში ხართ ახლა თქვენ? თქვენ შესაძლებელია ახლა იყოთ ესეთ ენერგიებში, რომ მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგი ენერგიებში ხართ, ცოტა ენერგიებში ნამდვილად არ ხართ, შესაძლებელია თქვენ ვფიქრდებოდეთ ახლა თქვენს ფინანსურ შემოსავალს, როგორ გაუმჯობესოთ თქვენი ფინანსური შემოსავალი. რაც თქვენ სიმშვიდეს ჰარმონიას მოგიტანთ და თითქოს თქვენს გზაზე წასვლისთვის თქვენ ის გჭირდებათ. ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ესეთი რაღაც, რომ თქვენ შესაძლებელია პარტნიორულ ურთიერთობაში თქვენ საყვარელ ადამიანს თარნაწყენეთ, რაღაცაზე გული ატკინეთ და ეხლა რაღაცნაირად ელოდებით, როდის დამშვიდდება სიტუაცია და თქვენი ადამიანი როდის დაბრუნდება თქვენთან. ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ესეთი ენერგიები, რომ თქვენ იყოთ როგორ თქვა იცით, ნამდვილად კარგ ხასიათზე, კარგ აწყობაზე და საუფიქრდებოდეთ რაღაცებს კარგი გაგებით, ცივი გონებით, აი მშვიდად, აუღელებლად, მაგალითად დასახოთ თქვენი გეგმები, როგორ მოიქცეთ, რა გააკეთოთ და ასე შემდეგ. რა ენერგიებში იქნებით მარტის თვეში? მარტის თვეში. მარტის თვეში ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ესე, რომ თქვენ დაუთმობთ დროს თქვენს თავს, თქვენს სულიერ სიმშვიდეს. ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ესე, რომ თქვენ ძალიან დაიღალეთ, აი ცოტა დაძაბულად შეიძლება გრძნობდეთ თავს, აი რისგანაც გინდოდეთ გამოსვლა და აი თითქოს გინდათ რომ დამშვიდდეთ, აი რაღაცნაირად სულიერად შეივსოთ, აი ზოგიერთი შესაძლებელია ბუნებაშიც კი წავიდეს, სადმე გაისეირნოს, მდინარისპირაც დაჯდეს და აი მზის ენერგიების, სიყვარულის ენერგიების, გაზაფხულის ენერგიების შესაძლებელია შეივსოთ. ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ესე, რომ თქვენ ახალ ამბავს გაიგებთ, ახალ ინფორმაციას გაიგებთ, აი რაც თქვენ როგორ თქვა იცი, ძალიან რაღაც გადაწყვეტილებას მიგაღებინებთ, შესაძლებელია გაგეხარდეთ კიდევაც იმ ამბის გაგება, რასაც გაიგებთ. ან შესაძლებელია ქვეცნობიერულ დონეზე ეს ისედაც იცოდით, მაგრამ დადასტურებლად არ იყავით დარწმუნებული ამაში. ზოგიერთთან შესაძლებელია დაბრუნდეს თქვენი ადამიანი თქვენთან, თითქოს რაღაცნაირად გაბუტულია ზოგ შეგრძევით არის თქვენ. თითქოს სხვა მხარის სხვა გზით მიდის, მაგრამ რაღაცნაირად მაინც დაბრუნდება ზოგიერთთან. ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ესეთი ენერგიები, რომ თქვენ რაღაც ახალს ისწავლით, რაც შემდეგ თქვენს გზაზე წახვალთ და თქვენი ცოდნა მუდმივად გამოგადგებათ. მოდი ნახოთ ახლა თქვენი კარიერა, სწავლა, ბიზნესი, როცა რა ხდება ახლა? ფინანსებიც ფინანსებს წარკეც დავაწყოთ, რა ხდება ახლა და რა ხდება მარტის თვეში, რა გელოდებათ. თქვენთან ახლა რა ხდება? თქვენ შესაძლებელია ზოგიერთი იყოთ ასე, რომ ოჯახში იყოთ, ოჯახური სიტუაციით იყოთ დაკავებული, ოჯახური საქმეებით იყოთ დაკავებული და ასევე ვფიქრობთ თქვენ საყვარელ საქმეზე. ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ასე, რომ თქვენ ახალი ცოდნის, ახალი ინფორმაციის მიღება გინდათ, აი რაც თქვენს ცხოვრებაში მკვეთრ ცვლილებებს მოიტანს, თითქოს განახლებას მოიტანს, აი რაღაცნაირად გამოიღვიძებთ, გამოფხიზლდებით, ახალი იდეები მოგივათ, ახალი შესაძლებლობები მოგივათ, შესაძლებელია მოგივიდეთ კიდევაც ახალი იდეები და ეს ახალი შესაძლებლობები, მაგრამ
ჯერ კიდევ ვფიქრობდეთ. ზოგიერთი შესაძლებელია იყოს ასე, რომ თქვენს საქმეში, თქვენს ბიზნესში, რაც გაქვთ, აი რაღაცნაირად ახალი ადამიანები მოვიდეს, ახალი კონტრაქტები იყოს და თქვენი ბიზნესის განახლება მოხდეს. ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ახლა ესეთი სიტუაცია, რომ თქვენ კიდე ფიქრობდეთ, ახალი კიდე რა შემიძლია გავაკეთო, აი რაც ისეთი საქმე გინდათ რომ შეერჩიოთ თქვენ, ისეთი რაღაც გინდათ რომ ისწავლოთ, რაც თქვენ როგორ გითხრათ იცი, ანუ სიყვარულით რომ გააკეთებთ. აი თითქოს კმაყოფილად და შევძელად. ბედნიერად რომ გაგრძნობინებთ თავს რა. ნახოთ მარტის თვეში რა გეოლოდებათ. მარტის თვეში. მარტის თვეში შესაძლებელია ცოტა იყოს დაძაბული სიტუაცია. შესაძლებელია თქვენზე იმოქმედოს ამინდის გავლენამაც, აი თითქოს რაღაცნაირად შესაძლებელია წვიმიანობა უბრალოდ რო ვთქვათ, თქვენი განწყობა გააფრჩოს უბრალო მნიშვნელობით რა. და ზოგიერთთან შესაძლებელია პირიქით გაგაძლიეროთ აი თითქოს როგორც მომიდე სიტყვით აი წვიმიანობაში რომ ადამიანები რო ძალას იკრებენ აი რაღაცნაირად ესეთი სიტყვები მომიდა რომ მეთქვა შესაძლებელია თქვენ დადგეთ არჩევანის წინაშე ბევრი შესაძლებლობები გქონდეთ ან იყოთ ისეთი ადამიანი ვისაც სხვადასხვა საქმე გაქვთ სხვადასხვა სფერო გაქვთ და ვერ გადაგიწყვეტიათ რომელს უფრო მეტი დრო დაუთმოთ ან რომელ საქმეში გააკეთოთ უფრო მეტი განვითარება ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ესე რომ ცოტა ხნით მარტყოფნა გინდოდეთ, დასვენება გინდოდეთ, რომ კარგად გაანალიზოთ, თქვენ რა გჭირდებათ, თქვენ რა გინდათ და შემდეგ დაიწყოთ მოქმედება, შემდეგ გააკეთოთ არჩევანი და ანუ შემდეგ მიიღოთ გადაწყვეტილებები რა. მოდი ნახოთ ახლა ფინანსებით სამართლებრივ რა ხდება ახლა თქვენთან. და რა ხდება მარტის თვეში როგორ ფინანსური შემოსავალი გექნება. რა ხდება ახლა თქვენთან ფინანსებში? ფინანსებში ნამდვილად არ ხართ ცუდად, ძალიან კარგად განვართ და მიხარია. აი თითქოს ძლიერი ენერგიები აქვს, შესაძლებელია იყოს ცოტა ცივი ენერგიები, მაგრამ აი თითქოს თუ მამაკაცი მიყურებთ აი მაქსიმალურად ძლიერი ადამიანი ბრძანდებით, აი თითქოს ძალიან ბევრს შრომობთ, ძალიან ბევრ საქმეს აკეთებთ და აი თითქოს საკუთარი თავისთვისაც დრო არ გრჩებათ აი რაღაცნაირად, მაგრამ თქვენთან მოდის სიუხვე და ძალიან დიდი წარმატება და ძალიან დიდი ფინანსური შემოსავალი. თუ ქალბატონები უყურებთ, მაშინ თქვენ იმდენს მუშაობთ, აი როგორ გითხრათ, აი მამაკაცი ძლიერ ენერგიებში ხართ და აი რაღაცნაირად თითქოს თქვენ ხართ ოჯახში ლიდერი და თქვენზე არის სულ ეს ფინანსური შემოსავალი რაღაცნაირად. თქვენ რო შრომობთ, თქვენთან მოდის ეს ფინანსური შემოსავალი. რა გეუბნებათ? მარტის თვეში. მარტის თვეში ცოტა გავუხედით თქვენს ფინანსურ შემოსავალს, ბევრი არ დახარჯოთ, თქვენთვისაც დაიტოვეთ, ასევე ენერგიაც მაქსიმალურად იცადეთ, რომ ბევრი ენერგია არ დახარჯოთ, ფიქრზე, გადაწყვეტილებებზე, ასევე ამ ფინანსური კუთხითაც. და ზოგიერთთან შესაძლებელია მოვიდეს განთავისუფლება, აი პირდაპირ გაგებით, აი თითქოს თქვენ რაც გაწუხებდათ აქამდე და რაზეც ნერვიულობდით ემოციურად, რაც თქვენ სიმშვიდეს არ გაძლევდათ და ზოგჯერ რაღაცნაირად გრძნობდით თავს, თქვენ დატოვებთ ამ სიტუაციას, გაუშვებთ ამ სიტუაციას, აი ზოგიერთთან შესაძლებელია ესე იყოს, რომ აი თითქოს ეს ტვირთი იყო თქვენს მხრებზე იყო და აი რაღაცნაირად მაქსიმალურად თქვენს გზაზე მიდიოდით და დიდ ძალისხმევა გჭირდებოდათ იმისთვის, რომ თქვენს გზაზე გევლოთ, აი თითქოს თქვენს პრობლემებსაც თითქოს ვერავის ვერ უშვებდით, აი რაღაცნაირად მარტო გინდოდათ გამოსვლა ამ სიტუაციიდან და თქვენ შესაძლებელია იყოთ ისეთი ადამიანი, ვინც არასდროს არ თხოვს სხვას დახმარებას. კიდევ ერთი შეგიძლიათ მოდის. არჩევანის საშუალება, კარგად დაფიქრება, ცივი გონებით, აი თითქოს ღმერთის დახმარება მოდის, მაღალი ძალების დახმარება მოდის და თუ თქვენ აქამდე გქონდათ რამე რთული სიტუაცია, საიდანაც აკეთებით არჩევანს და ვერ იღებთ გადაწყვეტილებას
გადიკეთებინათ თუ არა ეს საქმე, თუნდაც ეს ეხებოდეს ფინანსურ შემოსავალს, ან რამე ბიზნესის დაწყებას თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას გააკეთებთ არჩევანს და ეს მოგიტანთ კარგ ფინანსურ შემოსავალს. აი თქოს თქვენ ეს დაიმსახურეთ, თქვენ ამისთვის ძალიან ბევრი იშრომეთ და თქვენ ეს ნამდვილად გეკუთვნით. მარტის თვეში თქვენთან მიდის კარგი ფინანსური შემოსავალი. ნახოთ პირადი ურთიერთობა. რა ხდება ახლა თქვენ პირადი ურთიერთობაში? რა ხდება ახლა თქვენთან? და რა გელოდებათ მარტის თვეში პირადი ურთიერთობაში? რა ხდება ახლა თქვენ შორის? ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ესეთი სიტუაცია და ესეთი ენერგიები, რომ თქვენ საყვარელმა ადამიანმა გული გადგინოთ. შესაძლებელია მან ისეთი ქმედება გააკეთა, რასაც მისგან არ ელოდებოდით. არ ელოდებოდით, რომ ამ სიყვარულს რაღაცნაირად გაბზარავ და გატეხავ და აი თქო თქვენი იმედები დაამსხვრია. ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ესეთი სიტუაცია, რომ აი რაღაცნაირად ახალი შეგრძნებებით ელოდებით ამ ადამიანს, გჯერათ, რომ ყველაფერს გამოასწორებთ, გჯერათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ელოდებით მისგან ქმედებას, როდის ჩამოვთ თქვენთან. თქვენ შორის შესაძლებელია იყოს მანძილი, აი რაც თქვენ აი თითქოს ზოგჯერ ისეთ სიტუაციაში გაგდებთ, რომ შესაძლებელია ნერვიულობდეთ იმასაც, რომ ანუ ვინმე სხვა ხომ არ ჰყავს. ანუ მესამე პირი რა. და ზოგიერთთან შესაძლებელია ეს უბრალოდ მხოლოდ თქვენი ფიქრის დონეზე იყოს და ეჭვის დონეზე და სინამდვილეში გრძნობდეს ერთმანეთის სიყვარულს და იცოდეთ, რომ არანაირი მესამე პირი აქ არ არის, ან თქვენ შეგრძნებებთ და თქვენს ფიქრებს, თქვენს ენერგიას. და ზოგიერთთან შესაძლებელია ახალი ადამიანი გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში და რაღაცნაირად ახლის მონოდინი გაქვთ. გჯერათ, რომ ეს ადამიანი ძველს დაგავიწყეთ იმ ტკივილსაც, რაც ძველმა პარტნიორმა გამოგატარეთ. და რა გელოდებათ მარტის თვეში? მარტის თვეში აი თითქოს რაღაცნაირად ზოგიერთი შესაძლებელია ცოტა კიდე მქონდეს ცოტა ნერვიულობა და რაღაც უფრო ნერვიულობას უფრო ვერ ვიტყოდი, უფრო ზედმეტი ფიქრები რა იმ თქვენს ადამიანზე, რომელმაც გული გადგინეთ. აი თითქოს ზოგიერთთან შესაძლებელია მოვიდეს თქვენთან და ბოდიშიც მოგიხადოთ, მაგრამ აი თქვენ იმდენად გადგინეთ გული, რომ აი მისი ბოდიში თითქოს არაფერს არ შეცვლის და თითქოს რაღაცნაირად იმნაკენ იარას თითქოს ვერ ბოლომდე ვერ განკურნავს რა. ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ასე, რომ თქვენ ელოდებით თქვენი ადამიანისგან საჩუქარს, ყვავილებს, მოქმედებას, მაგრამ თითქოს ეს ადამიანი იქცევა პატარა ბავშვივით. თითქოს ვერ გაიზარდა და ვერ ისწავლა. შესაძლებელია ასაკით არ იყოს პატარა, მაგრამ რაღაცნაირად პატარა ბავშვივით წმინდეს, პატარა ბავშვივით იბუტებოდეს და ვერ იღებდეს გადაწყვეტილებებს. ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ასე, რომ თქვენ უკვე გაიარეთ ეს სიტუაცია და მარტის თვეში აი რაღაცნაირად განახლებული იქნებით ქალური ენერგიებით, სიყვარულის ენერგიებით, აი თითქოს როგორი ანუ თასების დედოფალი, აი რაღაცნაირად ადამიანი, რომელიც იმსახურებს სიყვარულს, ადამიანი, რომელმაც იცის თავის ფასი, შესაძლებელია ცოტა ემოციური იყოს, აი ცოტა რაღაცნაირად როგორ ვთქვა, ემოციური უფრო არა, უფრო მგრძნობიარე, აი რაღაცნაირად როგორ ვთქვა იცი, თავისი ადვილად წმინდეს, ადვილად მიქონდეს გულთან ყველაფერი და ასე შემდეგ რა. მოდი ნახოთ კიდე რა შეეხება შემოვა თქვენთან მარტის თვეში. თუ თქვენ ძალიან ბევრი ენერგია დახარჯეთ ამ ადამიანის ფიქრში, ანუ ამ ურთიერთობაზე, ძალიან ბევრს იხარჯებოდით, ბევრ ენერგიას დებდით ამაში და აი რაღაცნაირად თითქოს ყველაფერი თითქოს მაინც დაინგრა, ამ ადამიანმა ძალიან გული გადგინათ. თქვენ გამოდიხართ ამ სიტუაციიდან და ბოლოს და ბოლოს განახლდებით რა. შესაძლებელია ზოგიერთთან ახალი ადამიანის გამოჩნდეს, შესაძლებელია ზოგთან დაბრუნდეს ძველი, რომელიც
თავისი დაბრუნებით ძალიან გაგახარეთ და ასევე შესაძლებელია თქვენ მისგან მიიღოთ რაღაც ეჭვკარად ძალიან გაგიხარდებათ. თქვენ შორის შესაძლებელია ჯერ ცოტა ხანს კიდევ იყოს მანძილი. ეს იმისთვის, რომ კარგად დაფიქრდეთ ერთმანეთზე, კარგად დაფიქრდეთ ამ ურთიერთობაზე, ნამდვილად გიყვართ თუ არა ერთმანეთი, ნამდვილად გჭირდებათ, რომ გიყვართ, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ძალიან გიყვარდეთ ერთმანეთი, მაგრამ ანუ შესაძლებელია ფიქრობდეთ იმას, რომ ანუ ამ ტკივილის ფასად მივიღეს ეს სიყვარული, აი რატომღაც ეს სიტყვები მოვიდება. ასევე ზოგიერთი რაღაცნაირად თქვენ გინდათ, რომ თქვენ ადამიანმა თქვენთვის რაღაც გააკეთოს, აი რაღაც შეცვალოს. ისე ითქვეს და გიყუროს კი არა, აი რაღაც მოქმედება რომ გქონდეს. და ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ასე, რომ თქვენი ადამიანი მოვა თქვენთან, ჩაგკიდებთ ხელს, აი რაღაცნაირად ამ ტკივილების და ნერვიულობის შემდეგ აი თითქოს სრულიად განახტებით და ის ტკივილი და ნერვიულობა სადღაც წავა, რაც თქვენს გულში აქამდე იყო და თქვენს ფიქრებში. ეს ახალია თუ ძველი? ანუ ეს ორი იქნება, იმიტომ რომ ორი რას ნიშნავს, ანუ ერთ შემთხვევაში იქნება ასე, რომ ძველი ადამიანი დაბრუნდება თქვენთან, თითქოს აი როგორ ვთქვა იცი, თქვენის დაბრუნება ძალიან გაგეხარდებათ, ძველ ტკივილებსაც მოგეშუშებთ, აი თავისი საქციელით, თითქოს რაღაცნაირად როგორ გითხრათ იცით, თქვენ იმდენად ელოდებით ამ ადამიანის დაბრუნებას, რომ მზად რომ აპატიოთ რა. ზოგიერთთან შესაძლებელია ყვავილებიც კი მოგიტანოთ უკრად. აი რა თქვენ ძალიან გაგიხარდებათ. და ზოგიერთთან შესაძლებელია ახალი ადამიანი გამოჩნდეს, აი რომელიც ახალი ყვავილს გაგრძნობინებს, თითქოს ახალ ფერებს შემოიტანს თქვენს ცხოვრებაში, ახალ შეგრძნებებს და თქვენ მას იმედის თვალით შეხედავთ და რაღაც განაახლებს თქვენს ცხოვრებას და განაახლებს თქვენს შეგრძნებებს. კიდევ ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ასე, რომ თქვენ კარგად დაფიქრდეთ, გაანალიზოთ თქვენი ცხოვრება და საკმაოდ თავდაჯერებული ადამიანი გახდეთ. მიხვდეთ იმას, რომ ანუ ეს ადამიანი თუ დაბრუნდება თქვენთან, რა თქმა უნდა, ძალიან გაგეხარდებათ და მიიღებთ. თუ არ დაბრუნდება, რომ აღარ მიებიულებთ და განახლდებით და განულებული იქნებით, აი თითქოს ის ძველი ტკივილი და ნერვიულობა, რაც თქვენში იყო, ბოლოს და ბოლოს გაუშვებთ თქვენი ცხოვრებიდან. რაღაცნაირად შესაძლებელია მერე ახალი ადამიანის, ახალი მამაკაცი კი შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში. თუ მამაკაცი უყურებთ, მაშინ შესაძლებელია ახალი ქალბატონი შემოვიდეს თქვენს ცხოვრებაში, საკმაოდ თავდაჯერებული და ჭკვიანი. და ზოგიერთთან შესაძლებელია იყოს ასე, რომ თქვენ შეხვდეთ ერთმანეთს, ცოტა განსხვავებული ადამიანები კი ხართ ისე, განსხვავებით ერთმანეთისგან ძალიან შესაძლებელია სხვადასხვა შეხედულებები გქონდეთ. მაგრამ თქვენ ანუ როგორ გითხრათ, ისე განაახლებთ თქვენს ურთიერთობას და განაახლებთ თქვენს გრძნობებს და სიყვარულს. აი, რასაც მე თქვენ მთელი გულით გისურვებთ.